შევკრიბეთ ფული. და გამოვცვალეთ ჩვენ ახლა ახალი კანალიზაცია დავაყენეთ, მაგრამ შენობის აქეთაც ჩვენ გავაკეთოთ, როცა ჩვენი ვალდებულება არ არის ეგა. რამდენიმე თვეა გორში რომელაშვილის 176 ნომერში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლების საკანალიზაციო სისტემის მოწყობას უშედეგოდ ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო ხშირად სარდაფები ეტბორებათ და ანტისანიტარია. ყოველი წვიმის დროს კი წყალი პირველ სართულამდე ადის. მოსახლეობამ კი პრობლემის მოსაგვარებლად გორის მერიაში კიდევ ერთხელ მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეზოს მოასფალტება დაიწყო, რის ქვეშაც დაზიანებული მილები ყვება და პრობლემის მოგვარება უფრო გართულდება. კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ ეზოში მიმდინარეობს როგორც სხვა კორპუსებში მოპირკეთების სამუშაოები და არის ჩვენთან დაზიანებული ჭები. სხვა კორპუსებში გამოცვალეს ეს ჭის მილები, ჩვენთან სავალალო მდგომარეობაშია დაზიანებულია 40 წლის წინანდელი დამონტაჟებულია, იჭედება ხოლმე ეს ჭის მილები და სარდაფებში გვიდგება წყალი. დაახლოებით 70 სანტიმეტრამდე, 1 მეტრამდე წყალი ამოდის აიქიდან. და ესეთ მდგომარეობაში ვართ, ვიყავით მერიაში, იქ წყალკანალში და გვითხრეს, რომ არავის არ ეხება ეს. საგზაოს ჩვენ არ გვეხება. მოგვიტანეს მხოლოდ სახურავები გამგეობიდან და ეს ზედაპირულად სახურავები გააკეთეს. არის დაზიანებული დამტროული მილები, რომლებიც ჟონავს სარდაფებში და წყალი გვიდგება. ასფალტი 20-30 წელი სულ მინიმუმ გაძლებს. 20-30 წელი აი ეს ტრუბები არ გაძლებს. უკვე არ ვარგა, იმიტომ რომ დაწყებული რო გაიჭედება, სანამ პადვალი არ გაივსება, აი ნებისმიერი კანალოდეც გაიჭედა, სანამ პადვალი არ ივსება, მანამდე აქ ვერ ვიგებთ რომ კანალიზაცია გაიჭედა. იმდენი ხანი დის, შესაძლებელია, მაგრამ 10 წელზე მეტი ხო ვეღარ გაძლებს ეს ძველი ტრუბა. ხო არ გადავთხრით მე ჩვენი ძალებით. პირველი სართულები ვწუხდებით, რომ სარდაფები არის წყლით სავსე. ხო და აქ არავინ არ მინახია, მე მოსული რომ შემოწმებინა და შიგნით შემოსული იყო და ენახა ჩვენი სარდაფები რა დღეშია. ხო, ესენი მე თქვეს, რომ თითქოსო მოვლენო, რაღაცას ჩაბერავენო, მე არ ვიცი ეს ტექნოლოგია როგორ ხდება ამ მილების გაწმენდა და ისინი. ხო და თითქმის შეურაცხყოფილი წამოვედი გამგეობიდან, რომ შენაო მთელი ბინის სიმითი რატო ლაპარაკობო. ხო და ჩემთან ერთად მამაკაცებიც იყვნენ, მაგრამ არ შემოუშვეს ისინი, მარტო მე ერთი შემიშვეს. ჩვენ მეთქი გამოვიყვან ხალხს და ჩავდგებით ახლა და არ შემოუშვებთ ამას, რომ მარტო ასფალტი დააგონ. არ შემოუშვებთ და არც ასფალტს არ დაგიგებთ. აი ესეთი პასუხი იყო გამგეობი, აი აქედანა. ამ მერიიდან. ვიცი, რომ მოდის, აი რომ მობრძანდეთ და დაინახოთ, პირველ საფეხურამდე არის სარდაფში ამოსული. სარდაფებს კი ვერ ხმარობთ ჩვენ, ფაქტიურად. აი მხელა დიდი წყალი დგება ხოლმე. რომელაშვილის ქუჩის 176 ნომერში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლების პრობლემებთან დაკავშირებით თრიალეთი გორის მერიას დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ გორის მუნიციპალიტეტის ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ძმები რომელაშვილების ქუჩაზე 176-ში მდებარე კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში არ ხორციელდება კანალიზაციის სისტემის სამოცვლა. მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წერილობით რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო. კომპანიის დასკვნის მიხედვით კორპუსის ეზოში არსებული კანალიზაციის სისტემა არ საჭიროებს რეაბილიტაციას.